Well, he was extremely friendly. David Cameron was one of the very first Western leaders as a leader of opposition. He came to Tbilisi just at the moment when we were being bombed by the Russian jets in 2008, and he said a very historic thing at that moment. I think which contributed to very much to changing the situation in favor of saving Georgia. He said you cannot at the same time go shopping for Selfridges and rampage with your tanks for a European country. And I think he is somebody who clearly has his own amazing reform agenda. He understands what we have as a reform agenda. He had been very good on details of every scrupulous reforms we applied in my country, and he has been really very solid and strong supporter of Georgia's NATO and European Union bid. And that's the main tune right now in Georgia. For the first time, there is this fashionable thing out there, despite all the enlargement fatigues and the crisis that we are seeing in Europe, that Georgia should become member of NATO and the European Union. And that's a big geopolitical change that happened just within the next few months, during the last few months. And I think and the UK Prime Minister is one of the great proponents of this policy. ეს კვირა ჩვენთვის როგორც ხედავთ იყო ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ერთ კვირაში მოხდა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ რუსეთის გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებების, როგორც ამას სწორად უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, იმიტომ რომ პირველად საქართველოს საერთაშორისო საზღვრებზე, აღიარებულ საზღვრებზე დადგებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ეს მართლაც გარკვევაა ჩვენთვის უკეთესობისკენ. შემდეგ მოხდა ნატოს საბჭოს სხდომა თბილისში, უკვე მეორე და მეც დამიპატიჟეს ნატოს საბჭოზე ისევე როგორც გადაწყდა, რომ ჩიკაგოში გაიმართება ცალკე სხდომა ნატო-საქართველოს კომისიის, როგორც იმ სამიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ახლა ჩვენ დიდ მეგობარს შევხვდი ინგლისის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც იყო პირველი, ვინც ჩამოვიდა თბილისში, ოპოზიციის ლიდერი იყო მაშინ 2008 წელს და რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ რუსეთის ტანკები არ შემოვისულან, ვერ შემოვიდნენ თბილისში. საერთოდ თავარი რაც იცვლება და მე მინდა ეს ყველამ გაიაზროს, რომ ახლა არის საერთოდ ისეთი სიტუაცია, რომელზეც ოცნებაც არ შეგვეძლოს 3-4 წლის წინ. რეფრენი გახდა გუშინ ყველა ელჩი ბათუმში ამას იმეორებდა, ამას იმეორებენ აქ ლონდონში, ამას იმეორებენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ცენტრში მსოფლიოში, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი. ეხლა ამას ჩვეულებრივად ვიღებთ, რომ დიდი ამბავი რა ეს არის. არასდროს ამ თემაზე ოცნებაც კი არ შეიძლება 3-4 წლის წინ. მართლა საქართველო გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი. ეს არის უკვე როგორც კედელზე გამოხატული ჭეშმარიტება. და ქვეყანა რომელიც პრაქტიკულად de facto არის კანდიდატი ნატოს და ევროკავშირის და ნატოსი უკვე de jure და ევროკავშირისგანაც ალბათ აქეთ მივალთ, ამ ქვეყნის ასე ადვილად გადასანსვლა, აფეთქება, შევიწროება, სწორი გზიდან გადაყვანა ძალიან ძნელია იმ ძალისთვის, რომელიც ამას ამდენ წელია ცდილობს. არასდროს საქართველოს ასე ახლოს არ ყოფილა, იმიტომ რომ ევროპაში დამკვიდრა. ხო შემთხვევითი არ არის, რომ საფრანგეთში შიდა პოლიტიკური დებატების ნაწილი ხდება საქართველოს. ამერიკაში შიდა პოლიტიკური დებატების ნაწილი ხდება საქართველოს. რაღაც ქვეყანა იქით კი არა, ფაქტორი გახდა განსაზღვრული რაღაც პროცესების ევროპაში და ამერიკაში. ამიტომ მართლაც ჯერიც იცით, რომ ომის შემდეგ იყო ცდილობა საქართველოს იზოლაციის, სხვადასხვა დაშინებებით, მოსყიდვებით და ასე შემდეგ და თავარი რითაც საქართველოს შემოაკლუნეს არის ის, რომ ჩვენ განვითარდით მართლა წარმოუდგენლად დიდი ტემპით, თან იმასე შედარებით რამეს ვინმეს წარმოედგინა, მართლა კრედიტ აღდექით, მართლა სულ სხვა ენერგია შევიძინეთ და სულ სხვა ხარისხი გამძლეობის და სიმყიფე.